მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ ვნახოთ ასეთი გაშლა. კარმული ურთიერთობა ან საბედისწერო ურთიერთობა, ახალი ადამიანი, ვინც შეიძლება შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში. მე არ ვიცი როგორ გაშლა წამოვა, იმიტომ რომ შეიძლება ახლა ზოგისთვის, შეიძლება ის გამოჩნდება, ვისაც თქვენ იცნობთ, შეიძლება არა, ვნახოთ ახლა კარტი როგორ რას გვეტყვის ჩვენ და იმის და მიხედვით, რა თქმა უნდა, წავიყვან გაშლას. ვნახოთ ახლა ჩვენ, იმიტომ რომ უბრალოდ ბევრი მთხოვს ძალიან რომ გავაკეთო ახალ პარტნიორზე და ვნახოთ რა ენერგიებში ხართ, კითხვები მაქვს გამზადებული როგორც ყოველთვის და ამიტომ ვკითხოთ ტაროს, რას გვეტყვის, ხო და იმის და მიხედვით, რა თქმა უნდა, მივხვდებით თქვენი ეს გაშლა თუ არ არის თქვენი გაშლა, ხო? ვნახოთ ახლა რა ენერგიებში ხართ თქვენ ახლა ამ წუთში, მაინტერესებს ეს ვნახოთ რომ იცოდეთ. პრინციპში ახლა აქ რამდენიმე ვარიანტი იქნება. შეიძლება თქვენ ახლა გამოდიხართ რაღაცა სიტუაციიდან, როცა იყო რაღაცა შეიძლება რაღაც პერიოდი დაგისრულდათ და თქვენ თვითონ გრძნობთ ძალიან დიდ ენერგიას და ამ ენერგიას გამოყავხართ თქვენ სტაგნაციიდან, შეიძლება გაუგებარი სიტუაციიდან, რომელიც იყო თქვენთვის ძალიან შეჩერებული იყო რა რაღაც პერიოდი თქვენ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა მომენტი დასრულდა, რაღაცა უცბად გამოდიხართ, შეიძლება ენერგია მოგემატათ, შეიძლება ახლა ვინც უყურებს, ახლა არის გაზაფხულის ენერგიები, შეიძლება ეს ენერგიები, შეიძლება უკვე თქვენ სხვათა შორის ვიღაცა გაიცანით თან ინტერნეტის საშუალებით, მაგრამ ჯერ არ იცით ეს ადამიანი ვაფშე ვინ არის რა, რაზე შემოვიდა თქვენ ცხოვრებაში, რა უნდა, რა ძრახვები აქვს ამ ადამიანს და საერთოდ მიიღირს თუ არა, იმიტომ რომ აქ მაღალი არკანები, როცა მაღალი არკანები არის, ეს უკვე რაღაცას გვაჩვენებენ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანს, მაგრამ თქვენ ახლა პრინციპში ზოგისთვის იქნება ასეთი ინფორმაცია, რომ გინდათ ეს ურთიერთობა, რომ თქვა, რომ ადამიანი რაღაცნაირად ისეთი ენერგიებით შემოვიდა და რომ თქვენ თვითონაც დაინტერესებული ხართ, მაგრამ არ იცით სად წამიყვანს მე ეს ურთიერთობა რა. ეგეთი მომენტი არის რა. კი, აქ ზოგი იყო დიდი ხანი, შეიძლება მარტო საერთოდ და მაგრამ გამოდიხარ. მართლა შემოვიდა აქ უმრავლესობას ნახეთ, გოგოებო, ესე იგი აქ ჩვენ გვაქვს როგორ ორნაირი წამოვა ინფორმაცია და ამიტომ ძალიან აქ გთხოვთ, აიღეთ გოგოებოს, ბიჭებოც, აიღეთ ინფორმაცია, რომელიც იქნება თქვენი, იმიტომ რომ ეგრევე, საჯარო გაშლას აქ ეს მინუსი, რომ აქ ახლა ძალიან კონკრეტულად ვერ იტყვი, იმიტომ რომ ბევრი ხარ, სხვადასხვა სიტუაციები გაქვს და ამიტომ აქ ნახეთ რა ხდება. არის სიტუაცია, როცა თქვათ ვიღაცას ყავდათ პარტნიორი, მაგრამ იყავეთ შეიძლება დიდი ხანი სტაგნაციაში და არ გქონდათ არაფერი კავშირი, დიდი ხნის პაუზა, მაგრამ ეს ადამიანი უეცრად ისევ შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში. ისევ, იმიტომ რომ ეს ადამიანი არის თქვენ მაგას იცნობთ. თუმცა კითხვა კი მქონდა გამზადებული, იცნობთ თუ არა ამ ადამიანს, მაგრამ უკვე მაჩვენებენ რა, რომ ზოგისთვის იქნება ასეთი ინფორმაცია, მაგრამ ზოგისთვის ახალი ადამიანი შემოდის და თქვენ თვითონ მართლა იჯეკით დიდი ხანია ისეთ ენერგიებში, მარტო იყავით და სხვათა შორის ეს ადამიანი არ არის ეს ვინც ახალია, თუნდაც ხო და გინდაც ხა ის, უფრო აქ არ არის ადამიანი, რომ თქვა ყავდეს ოჯახი რა, ცოტა, ოჯახი რას გულისხმობ, თქვა ცოლიანი კაცი აქ არ არის. რადგან საჯარო გაშლა შეიძლება სულ თქვა გაშორებული იყოს. თუ თქვენ პარტნიორს ვინმე ყავს, ოჯახია დაუშვოთ, ხო? არა. აქ არის როგორი მომენტი, იცით? ანუ 50-50. ზოგისთვის ეს იქნება მართლა ახალი ადამიანი, ზოგისთვის იქნება ადამიანი, რომელიც იყო დიდი ხანი, თქვა, თქვენგან შორს, თქვენ მასზე არაფერი შეიძლება არ იცოდეს, შეიძლება სამუშაოდ იყო წასული, შეიძლება მუშაობდა თავის თავზე, არ ვიცი, მაგრამ ინფორმაცია იმდენად თქვა, რომ ყოველდღიურობა მისი ცხოვრების არ იცოდეთ თქვენ რა. აქ სტაგნაცია იყო. ანუ თუ თქვენ რეზონირდებათ, მაშინ უყურეთ რა და აიღეთ, ახლა მე ვეცდები მაქსიმალურად, რომ რაც წამოვა ინფორმაცია ორივე ვარიანტზე გითხრათ, მაგრამ არ ვიცი, ნახოთ რა. და თუ შეამჩნიეთ როგორი ლამაზი სურათი მაქვს უკან, ეგაც ახლა ძალიან ლამაზი სურათი მაჩვოკეს და მე ახლა შემიძლია მე თუ ვინმეს გაინტერესებს გითხრათ, ვინ გააკეთა ესეთი მშვენობა. Facebook-ზე კი დავდე უკვე. სტორში ნახეთ.
ლინკიც დავდე, იმიტომ რომ ეს გოგონა ხატავს აი ასე წყვილებს, ვინც არიან ზოდიაკოს ნიშნით რა. დავიწყოთ ახლა ჩვენ, ანუ ესე იგი ვნახოთ ჩვენ არის თუ არა, ანუ რატომ არის თქვენი გზები უკვე დაკავშირებული? თუნდაც შეიძლება თქვენ არ იცნობდეთ ამ ადამიანს. ანუ ესეთი კითხვა მქონდა, იმიტომ გითხარით ვემზადებოდი იმისთვის, რომ თქვა ახალი იყოს, მაგრამ ნუ ასე გაიყო. ნუ ნახოთ, ანუ რა გაქვთ თქვენ უხილავი კავშირი, თქვა ამ ადამიანთან, რომელიც უკვე შეიძლება რაღაც ფორმას იღებს რა. ნახოთ, შემდეგი კითხვა. ვინ არის ეს ადამიანი შენთვის ბედის მიხედვით? გითხოთ ესაც. შემდეგი, ანუ ან ის ადამიანი, რომელიც უკვე არის, ვინ არის თქვენ, ან ვინც ახლა ახალი შემოვიდა. მივხვდეთ თქვენ. კარგად, ახლა ჭკვიანურად დაიჭირეთ ახლა თქვენი ინფორმაცია, იმიტომ რომ ნუ არ არის პირადი გაშლა, ხო? შემდეგი ვნახოთ ჩვენ, ანუ რა გრძნობები გაჩნდება თქვენს შორის შეხვედრისას. ანუ შეიძლება ეს იყოს თქვათ ახლა აი ვთქვათ მყისეული მიზიდულება თუ შეიძლება ნელი რაღაც ეგეთი ურთიერთობა. ნუ ნახოთ ახლა უკვე როცა დავიწყებ გარჩევას ნახავ. შემდეგ ვკითხოთ ჩვენ აი როგორ შეცვლის თქვენს ცხოვრებას ეს კავშირი. ესეც ვკითხოთ ჩვენ. так, ისე მინდა რომ ეს სიგნიფიკაციაც მქონდეს. ესეც აქ მქონდეს, რომ არ შემეშალოს არაფერი და ნახოთ ახლა რა გამოცდა გექნებათ ამ ურთიერთობაში, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის საერთოდ რა. და აქვე ვკითხოთ ჩვენ ანუ ეს შენი ბედისწერა თუ მნიშვნელოვანი კარმული გაკვეთილი, ესეც ვკითხოთ. ნუ აქ რაღაც ძალიან ბედნიერებას მაჩვენებენ. всё, დავიწყოთ ახლა ჩვენ. აქ იმდენი დასტები გამამზადე. так, აქ მე ვეცდები მოკლედ, იმიტომ რომ ჩვენ აქ მოკლე გაშლები გვაქვს, გრძელი გაშლებს თქვენ იცით რომ ვაკეთებ მეორე არხზე. всё, დავიწყოთ რუსულად, თუ გინდათ კიდე მაგ არხი, ლინკები ყველაფერი ვიდეოს ქვეშ. ვნახოთ ახლა ჩვენ, ანუ მნიშვნელობა ამისი, რატომ უკვე არის თქვენ გზაში უკვე ეს დაკავშირებული ეს ადამიანი რა. კი ბატონო, აქ არის როგორი მომენტი. აქ თითქოს მაღალი ძალები მუშაობენ იმაზე, რომ თქვენ ეს შეხვედრა მოაწყონ. ანუ ესე იგი შეხედეთ, პრინციპში უკვე აქ ზუსტად აი ეს კითხვა რომ მქონდა აქ უხილავი კავშირი სულებს შორის, რომელიც უკვე იქნება. აქ იქმნება. ნახეთ ახლა თვითონაც როგორი თითქოს აი ნახეთ ხელებით რაღაცებს აწყობენ, ალაგებენ. უკვე ნამდვილად იქ მუშაობენ მთელი ძალები იმაზე, რომ თქვენი შეხვედრა ნამდვილად უკვე უნდა იყოს. ან თუ არის შეიძლება როგორც გითხარით, ახალ ეტაპზე გადადეხართ რა. შეიძლება შესაძლებელია, იმიტომ რომ ადამიანი იყო დიდი ხანი პაუზაში, მაგრამ შემოვიდა. ხო, მაგრამ აქ რაღაცა ახალი გემზადებენ, ახალს გემზადებენ თქვენ მაღალი ძალები რა. ახალ რაღაცას გემზადებენ. კი, აგერ არის. აგერ არის პენტაკლების მეფე. კი ბატონო. აგერ არის და ტუზი. ნახეთ. ეხლა ნახეთ გეტყვით. აქ იმათთვის, აი არა აქვს მნიშვნელობა ახალია თუ ძველი, აქ ეხლა ნახეთ, ვისთვისაც არის ეს ურთიერთობა, თქვა ძველი, ხო? თქვენი კარმული ურთიერთობა რას ნიშნავს, ხო? ნუ მოკლედ ორი სიტყვით, ბევრი ვიდეოში მაქვს ნათქვამი, მაგრამ ორი სიტყვით. როცა არის, თქვა რაღაცა მიდიხართ, მე თქვა თქვენი გზები გაიყო, ანუ ეხლა მიზეზი მილიონაირი არის, რატო ადამიანი წავიდეს სიჩუმეში, ეს სიჩუმე გეძლევა თქვენ იმისთვის, რომ რაღაცა გაიაროთ, მაგრამ მე ისე თქვენ ერთად ხართ რა. ერთად როცა ხართ, თქვენ გეძლევათ ეს ერთად ყოფნა რაღაცისთვის. და ეხლა ამას ასე დაწვრილებით რატო გიხსნით, იმიტომ რომ ბევრისთვის არის გაუგებარი, რატომ მიყვარს და ასე მეუბნება ვუყვარვარ და ისე იქცევა, რომ საერთოდ ვერ ხვდები, რომ რანაირად ვუყვარვარ თუ ასე მექცევა და ასე შემდეგ. ამიტომ მე თქვენ გიხსნით ზუსტად ეზოტერიკულად, რატო ხდება ეს ყველაფერი. მიხვდეთ? იმიტომ რომ ეს მართლა ძალიან მაგარი რაღაცა, როცა მასე იცი, რატო? იმიტომ რომ შველა გაქვს რა, ანუ უკვე არ გაქვს ეხლა ეს ძალიან დიდი ესეთი სიმძიმე, როცა არ იცი ჩვენ რატო ვნერვიულობთ, როცა
არ ვიცით სინამდვილეში რა ხდება. ხო და ამიტომ აქ რაღაცა ახალი ისტორია იქმნება თქვენი, არა აქვს მნიშვნელობა ძველია თუ ახალი. ვინც გაიარეთ უკვე და ეს მართლა თქვენი ადამიანი, აქ ახალი ისტორია იქმნება თქვენთვის. აქ შედარებით დავუშვებ იმ მომენტს, რომ შეიძლება აქ თქვენი მამაკაცის გულის გახსნა დაიწყება, ვინც თქვათ ეხლა კარმულში იყავეთ, ვინც გადიხართ რაღაცა კიდე ახალ ეტაპს, ხო? იმიტომ რომ გამოდიხართ რაღაცა პერიოდიდან, რაღაცა დასრულდა, ახალში შედიხართ, ხო? ახალი ისტორია. ვინც ეს ახალი ეს ადამიანი და როგორც გითხარით, ახალი გაცნობი, თქვენთვისაც ახალი ისტორია იწყება ამ ადამიანთან, სასიყვარულო ისტორია, იცოდეთ. შემდეგი კითხვა ჩვენ გქონდა, ანუ ვინ არის ეს ადამიანი შენთვის ბედის მიხედვით, ვინ არის? უმნიშვნელოვანესი ადამიანი არის თქვენთვის, ეგ ადამიანი, რომელიც თქვენ ხსნის მაქსიმალურად ხსნის, იმიტომ რომ საერთოდ ტუზი არის აქ გვერდხების და ამიტომ ეს ადამიანი, რომელიცაც თქვენ ნამდვილად გიმზადებით იმისათვის, რომ თქვენში აქ პირველ რიგში, ბევრისთვის იქნება სექსუალური ენერგიის გახსნა, ან ძალიან უძლიერესი. ანუ ისეთი, რომ აი არ ნახული რაღაცა სასწაული. პლუს კიდე რაღაცა ახალი ეტაპი, ხო გეუბნებით თქვენ ცხოვრებაში, ანუ შემოდის ძალიან უმნიშვნელოვანესი ეტაპი. არა აქვს მნიშვნელობა ახალი ეს პარტნიორი თუ ძველი. მიხვდეთ, ხო? რომ აქ არის უდიდესი რაღაცა გახსნა. აი აქ რაღაცა უძლიერესი გახსნა, უკვე მეორე ტუზი არის, გამიგეთ? კიდე ახლა რა თქმა უნდა არის ბედით, იმიტომ რომ ტუზი არის და აქ გეუბნებით, რომ ისეთი ურთიერთობა უნდა იყოს, რომ აი ეს ადამიანი ყველა სპექტრს დაგანახებს თქვენ, სიყვარულსაც დაგანახებს, სიხარულსაც დაგანახებს, შეიძლება უცნაურებასაც დაგანახებს, იმიტომ რომ თვითონ გამოდის ნახეთ ახლა უკვე აქაც იყო თასების მეფე და აქაც თასების მეფეა. ანუ ადამიანი, რომელსაც თქვენ აი შეგიყვანთ ყველანაირად ისეთ ასპექტებში, რაც სხვათა შორის, აი ნახეთ, მე-3 ტუზით წამოვედა ღმერთმა. ეს გამოგიყვანთ თქვენ რაღაცა აი როგორ მომენტიდან, რა აი მარტოობიდან, აი შეიძლება იმედგაცრუება გქონდათ უკვე, რომ აი არ არსებობს ეგეთი სიყვარული, არ არსებობს ეგეთი ადამიანი. აი უკვე ნამდვილად ეხლა ამდენი ხანი ველოდებოდი ეგეთ ადამიანს და ვერანაირად ვერ შევხვდი და ამიტომ მაგის ენერგეტიკა ეს ადამიანი რო შემოვარდა, თქვენ იმიტომ გაქვთ ეს კითხვა, რომ ვინ არის ეგ საერთოდ, იმიტომ რომ ისეთი ენერგიებით შემოდის, რომ აი ძალიან მაგარი ენერგიები და ამიტომ თქვენთვის რა თქმა უნდა შეიძლება ეს იყოს ძალიან აი უცნაური კიდევაც მისი ქცევები. იმიტომ რომ აქ ადამიანი როგორია იცით, აი თვითონ აი თასების მეფე არის როგორ იცით, შეუძლია ამას სხვათა შორის ცოტა ემოციებზეც თამაში. შეიძლება, იმიტომ რომ მაგრამ აქ იმენა ემოციების სპექტრი შემოვა თქვენთან იმის მიუხედავად, რომ გამოდის აქაც გამოვიდა ტუზი იმისი, რა ქვია, თასების და მაგრამ 3 ტუზი გამოდა. აქ კიდე ნახეთ გამოვიდა კვერთხების ტუზი და კიდე კვერთხების ტუზმა გადააფარა. ანუ ენერგიების ხსნის, რა თქმა უნდა, ესე იგი აქ არის ტყუილა არ დამირკვევია ახლა ეს გაშლაც, რომ აი საბედისწერო და კარმული საბედისწერო ადამიანი არის რა. ნახოთ ახლა ანუ რა გრძნობები თქვენ შორის გაჩნდება. რა გრძნობები? აი ხო გითხარით, აქ იქნება სხვადასხვანაირი გრძნობები. აქ იქნება აი ისეთი გრძნობები, რომელიც აი თქვენ ნამდვილად აი დაფიქრდებით, რომ აი რა სუთასები მოდის, გამიგეთ, სუთასები, მაგრამ ისეთი გრძნობები შემიძლია გითხრათ, რომელიც არ გავს არც ერთ გრძნობას, რომელიც თქვენ გქონდათ. იმიტომ რომ ეს იმენა ბედი თითქოს აი გიგდებს აი ასე ცხოვრებაში, გიგზავნეს რა, შენ გამოსაფხიზლებლად რა. ანუ ეგეთი დამიჯერეთ, არასოდეს თქვენ არა, ხო, აი არასოდეს არ განიცდიეთ თქვენ აი ესეთი გრძნობები, რა გრძნობებით შემოდის ეს ადამიანი თქვენთან. ნახოთ ახლა, ანუ ესე იგი და პლუს კიდე აქ კითხვა ხომ მქონდა, რომ ანუ მკისეული მიზედულობა. აი ეს თქვენი მკისეული მიზედულობა. იმ წუთშივე ეს ადამიანი ანუ თითქოს დაგაფიქრებინებს და აი ნამდვილად იტყვა, რომ აი მე ესეთი რაღაცა ხდება, რომ ნამდვილად მე ეგეთი რამე არ მქონდა რა. აქ
არ იქნება სხვათა შორის, ანუ ნელად გასახსნელი არ იქნება თქვენი აქ სიყვარული, აქ ეგრევე შეგიყვარდებათ ეს ადამიანი, ეგრევე, ნუ კარმულში სხვათა შორის ეგრევე იცის ხოლმე, აი რაღაც აგინთება რა, აი ეს არის კარმული, იცოდეთ ურთიერთობა, როცა შენ ადამიანი დაინახე და რაღაცა ჩემია რო იძახე, ანუ ამას ქვია აი ვიცანი რა. და აქ ყველანაირი სპექტრები წამოვა, მithume ეს ახლა მე-18 ენერგია ხა, მთვარის ენერგია, ეს აი გოგითხარით რომ უცნაურობა სხვადასხვა თქვენი იქნება აქ ემოციებზე თამაში, იცოდეთ რა, ეს ადამიანი ბევრი ემოციებს ანუ რაც იყო თქვენში შეიძლება ჩაკეტილი, ხო? რაც იყო თქვენში დაუშვათ გაუხსნელი, არ იყო გახსნილი, აი ეს ადამიანი მაქსიმალურად გახსნის ყველანაირად. ამიტომ მზად იყავით, რომ ამ ადამიანთან ყველანაირად აი გაივლით, ნუ ეხა ნახეთ, მე ვეტყოდი, რომ აქ შეიძლება ზოგი ვინც თემაში ხართ, ხო? შეიძლება ტყუპისალი იყოს რა. ტყუპებზე არ ვლაპარაკობ, როგორც ნიშანზე, მე ზოდიაკოს. ეს არის ეგეთი ერთ-ერთი ურთიერთობის, ნუ სახელი, ასე რომ ვთქვათ. ანუ შეიძლება საჯარო გაშლაში მე ვერ ვიტყვი, რომ ეს 100%-იანი ასეა რა. ანუ ესე იგი როგორ შეცვლის თქვენ ცხოვრებას ეს კავშირი? საერთოდ შეცვლის, ანუ წინსვლა გექნებათ, საერთოდ თქვენ სხვა ენერგიებში შედიხართ, საერთოდ ეს ადამიანი სადღაც გაგიყვანთ, თქვენ მე მგონი სხვა პლანეტაზე გაგიყვანთ, იცოდეთ რა. აი ძალიან აი მნიშვნელოვანი იქნება, რომ ანუ ახალი ეტაპი, კი ბატონო, თქვენი ანუ გრძნობების გაღვიძება, კი ბატონო, ანუ ყველანაირად ანუ ბედის შემოbrunება, კი ბატონო, ყველაფერი აბსოლუტურად იქნება აქ ამ ადამიანის შემოსვლისთანავე, იცოდეთ და მზად იყავით რა. ნახოთ ეხლა ჩვენ ანუ რა გამოცდა კიდე იქნება აქ აჩვენებს ეხლა თქვენს კავშირის ძალას, რა გამოცდა. აქ სხვათა შორის შემიძლია გითხრათ ძალიან რა გამოცდები გექნება და არ არის სიამოვნო, მაგრამ შეიძლება იყოს პაუზები, შეიძლება იყოს აქ მანძილი, შეიძლება დიდი ხნის პაუზებიც იქნება, იმიტომ რომ აქ ნუ რაღაც საკმაოდ სერიოზული გზა უნდა გაიაროთ თქვენ ამ ადამიანთან, ამიტომ ნამდვილად ეხლა ეგეთი გაფრთხილებაც არის რა. და ანუ მაგრამ ეს ისეთი გამოცდა იქნება, რომელიც თქვენ ნამდვილად თან სხვათა შორის ეს იქნება ხანძლივი ურთიერთობა, აქ არ იქნება ერთდღიანი ურთიერთობა, ხანძლივი, მაგრამ ურთიერთობების შორის იქნება პაუზები, ურთიერთობის პერიოდში უკაცრავად. იქნება პაუზები, სადაც დაიწყებ თქვენ იმას, როცა მოდიან პირად გაშლაზე ჩემთან, აი თუნდაც პირველად სულ ვეუბნები ხოლმე, რომ ჩვენ კიდე ბევრჯერ შევხვდებით ერთმანეთს, იმიტომ რომ ეს მართლა ესეთი ურთიერთობა, რომელიც იქნება ძალიან შევსებული ემოციურად, ძალიან იქნება უცნაური თქვენთვის, ძალიან ბევრ რაღაცებში გახსნის, ძალიან ბევრ სპექტრებში შეხვალთ, მაგრამ ამავდროულად ძალიან აი ბევრ რაღაცებსაც გახსნის თქვენში. ისეთ რაღაცებს, რაც იყო თქვენში ჩაკეტილი, ეს უმნიშვნელოვანესი ურთიერთობა იქნება, დაიმახსოვრეთ კარგად რა. და ვნახოთ ეხლა ნამდვილი, ანუ საერთოდ ეხლა მისი ამ შეხვედრის ნამდვილი დანიშნულება, ანუ ეს ადამიანი არის მართლა რამდენი, ნუ გვაჩვენეს ჩვენ პრინციპში. კი, აქ იქნება სულების ცეკვა. აქ იქნება როგორ, აქ ორი სული შეხვდნენ, აქ ეხლა რა თქმა უნდა თქვენ უნდა შეხვედრილიყავით. ეს არის ძალიან, აი რა უნდა იყოს, თქვენ აქ შემიძლია გითხრათ ორივეს ძალიან იმოქმედებთ. ორივე ძალიან, აი არა აქვს მნიშვნელობა ეს ურთიერთობა არის, არ არის, აქ არ არის რა ახალია თუ რაც მიმდინარეობს, ეს ურთიერთობა არის უმნიშვნელოვანესი ორივეს. აქ არის სულების ცეკვა, კი. აქ თქვენ ერთმანეთში ხსნით ენერგიებს და ნამდვილად ანთებთ ორივეში, აანთებთ რაღაცა ცეცხლს, ნავთს, რა ვიცი, ყველაფერს აბსოლუტურად, იმიტომ რომ
ეს იქნება საინტერესო მოგზაურობა. სხვათა შორის შეიძლება როგორი კიდე იყოს მომენტი, იცით, აი როცა თქვენ ერთად იქნებით, თქვათ, ერთ სივრცეში, აი მაგ დროს, მაგ თქვენ საერთო სივრცეში იქნება რაღაცა ცეცხლი ნავთი, ანუ აი რა გითხრათ რა, ყველაფერი თუ რამე შეიძლება, ეს ყველა სპექტრები იქნება უფრო როცა ერთ სივრცეში იქნებით რა. აი, არ ვიცი როგორ კიდე გადმოგცეთ, კი ბატონო, იმიტომ რომ აქ არის ნამდვილად უმნიშვნელოვანი ესე არის, აქ ექნება თქვენი გახსნა. გოგოებო, თქვენი გახსნა, თქვენი ცოდნის. აი აქედან ამ ურთიერთობიდან გეუბნებით ზოგი წავა ეზოტერიკაში. უეჭველი რაღაცა დაგაინტერესებს, უეჭველი თქვენ აქ მაჩვენებენ არაერთდღიანი რაღაცა ურთიერთობას. ეს იქნება ძალიან ხანძლივი ურთიერთობა და აქ ამ ურთიერთობაში გაგეხსნება თქვენ ყველანაირად სამყაროს დაინახავთ თქვენ სულ სხვანაირი თვალით, ბევრი რაღაცები რაც არის თქვენში ჩამალული, ეს გაიხსნება, დიდი სიყვარულიც გექნებათ, მაგრამ გამოცდებიც გექნებათ საკმაოდ საინტერესო, არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ აქ უნდა გახსნან რაღაცა ძალიან დიდი თქვენი პოტენციალი. ამიტომ ეს ადამიანი ნამდვილად უძლიერესი ურთიერთობა, უძლიერესი პარტნიორი მოდის, აი თუ გინდა ძველი და გინდა ახალი, უძლიერესი მასწავლებელი მოდის თქვენ ცხოვრებაში, რომელიც თქვენ ნამდვილად გახსნის. აი ყველანაირად თუ რამე არის თქვენში ჩამალული, აი თან რომ ვერ მოშორდებით, რომ ძალიან დიდი სიყვარულიც ახლავს ამ ყველაფერს შემოლამაზება, ამიტომ გაძლება მოგცეთ ღმერთმა. ასეთი დიდი სიყვარული, ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანი, ზოგისთვის შეიძლება პატარა იყოს თქვენზე ასაკეთ, არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ გამოვიდა აქ ისეთი არკანები გამოცან, პლუს კიდე იმპერატორი და პაჟი, ანუ შეიძლება რა და ასეთ ურთიერთობებში სხვათა შორის ძალიან დიდი გახსნა მიდის ადამიანების, იმიტომ რომ იცით თქვენ მეორე არხზე სულ მაგ თემებზე ვმუშაობ და მეორე არხზე მეთქი რუსულენოვანზე და იქ ძალიან ბევრი გაშლები მაქვს ამ თემაზე, შეგიძლიათ ნახოთ ჩემო ლამაზებო, ვინც იცით რუსული, იმიტომ რომ იქ უშუალოდ ამ ურთიერთობებზე, სადაც ასაკის სხვაობა ხსნი ბევრ რაღაცებს. გაკოცეთ ბევრი, მიყვარხარ ძალიან და გაძლება მოგცეთ ღმერთმა და სიყვარული მოგცეთ ღმერთმა.